გორელი მუსიკოსების ისტორია ისე იწყება, როგორც სხვა ყველა წარმატებული ბენდის. გიორგიმ და მისმა ძმამ ლევანიმ სარდაფში დაიწყეს მუსიკის შექმნა. შემდეგ ჯგუფის სხვა წევრებიც შემოემატათ და ასე ჩამოყალიბდა ბენდი პარალელი. ბენდის იდეა წამოვიდა 2021 წელს, როცა პირველად გადავწყვიტეთ, მე და ჩემი ძმა ვიყავით მარტო დრამზე უკრავს ჩემი ძმა. გადავწყვიტეთ, რომ სარეპეტიციო გავაკეთებინა სარდაფში, ანუ ზოგადად ბენდის იდეა მან დაიბადა. მე შემდეგ ნენელა უკვე რატი ჩვენი ბას-გიტარისტი და ალექსანდრე ჩვენი გიტარისტი გავიცანით და შევიკარით როგორც ბენდი. პირველი ალბომი ჩავწერეთ დაახლოებით 1 წელში. ხოლო ეხლა ეს მეორე ალბომი ახალი რაც არის, წინა წელს მოვჩით და უკვე კონტრაქტი გავაკეთეთ GMI Records-თან და უფრო გადავწყვიტეთ, რომ სერიოზულად მივხედოთ ამ საქმეს. აქამდე უფრო გასართულად ვიყავით ხოლმე და ეხლა ცოტა უფრო პროფესიონალურ დონეზე ვუდგებით ენს. აი, ეგეც რომ გითხრა, Spotify-ზე როგორ იცით თქვენი ლეიბლი? აი, როგორ აღმოგაჩინეს და ზოგადად ლეიბლი აღმოვაჩინეთ ჩვენ. ანუ მეგობარმა გითხრა მაგ ლეიბლის შესახებ დავეკონტაქტეთ და შემდეგ მაგათმა მოგეხმარნენ რომ ჩვენი მუსიკები Spotify-ზე და სხვადასხვა პლატფორმებზე ატვირთულიყო. გავაკეთეთ კონტრაქტი GMI Records ქვია და სადღაც 1 წელი ჯერ არ იქნება რაც უკვე თანამშრომლობთ. ეხლა ვაპირებთ რომ ახალი ალბომი მზად არის თითქმის მალე დავასრულებთ და მაგასაც ვეძებთ რომ შეიძლება სხვა ლეიბლთან გავაკეთოთ, შეიძლება ისე მაგათთან, ზუსტად არ ვიცი. წარმატებამაც არ დააყოვნა, მათ უკვე საკუთარი ლეიბლი ჰყავთ სოციალურ პლატფორმა Spotify-ზე. ერთგული მსმენელიც შეიძინეს და უკვე არაერთი ლაივი ჩაატარეს. ჩვენთან საუბრისას ჯგუფის წევრებმა მუსიკის შექმნის ისტორიები გაიხსენეს, როგორც ისინი ამბობენ, ბას-გიტარისტმა რატიმ. მაშინ, როცა ღამით სტუდიაში სრულ სიბნელეში მარტო ჯგუფის წევრებმა დასაძინებლად დატოვეს, დილით დაწერილი სიმღერა დახვდათ, რომელიც რატიმ ერთ ღამეში შექმნა. ლაივები ბენდს რაც შეეხება, ანუ გქონდა რამოდენიმე ლაივი, პირველი ლაივი გქონდა ბუნკერ ბარში, უბრალოდ 2 ლაივი იყო ბუნკერ ბარში, რომელიც რამოდენიმე წლების წინ იყო. მე მაშინ ბენდში არ ვიყავი შესული, შემდეგ მეორე ლაივი იყო უკვე ბარ მექანიკაში და მესამე ლაივი ეხლა ხანს რაც გქონდა იყო ჰერეთიკში. ჟანრს რაც შეეხება, ანუ ბენდში ყველა ანუ ვინც უკრავს ანუ ბენჩი ვინების არიან, ანუ ყველა სხვადასხვა ჟანრს, ასე თუ ისე, ანუ ყველა სხვადასხვა ჟანრის მსმენელია. მე და დრამერი, ანუ უფრო new schools უსმენთ, რომელიც ანუ აი 2000 სცენების მერე რა ბენდებიც არიან, მაგებს უსმენთ, ხოლო გიტარისტი და ვოკალისტი ვინებიც ყავს, ეგენი უფრო არიან, ანუ old school-ში უსმენ, ანუ Opeth, Pink Floyd, ანუ ინსპირაცია მაგათგან არის. ბენდს ცოტა ხნის წინ შევვერთდი, ჩვენი მეორე ბენდი გქონდა მანამდე, ახლოს გვაქვს, Spine ქვია და მან გადავწყვიტეთ რომ გიოსთვის გვეთხოვნა რომ ვოკალები ჩაეწერა ჩვენი ბენდისთვის და მოგვიანებით გიტარისტი წავიდათ ბენდიდან და მე მიმიწვიეს თავიდან გიტარაზე დასაკრავად და თავიდან ანუ ჯერ უბრალოდ რეპეტიციებზე ჩავდიოდით და ბოლოს უკვე ძალიან სერიოზულად მივდექით მაგ საქმეს. ჩაწერების დავიწყეთ, სიმღერების დაწერაც სერიოზულად და ახლა მეორე ალბომზე მუშაობა მიდის უკვე და მალე დასრულდება და დაიდება კიდევაც. მოკლედ მე და ჩემმა ძმამ ორივეს მუსიკასთან ქონდა ასე თუ ისე დიდი სიმპათიები. და გადავწყვიტეთ რომ ბენდი შეგვექმნა, თავიდან ვიყავით მე და მარტო ჩემი ძმა ბენდში. შემდეგ გადავწყვიტეთ ბასისტი აგვეყვანა, გიტარისტი მეორე და ესე შეიქმნა პარალელი მოკლედ. რამდენიმე მუსიკა ჩავწერეთ მარტომ, შემდეგ როდესაც უკვე 4 კაცი ვიყავით ბენდში, სრული ბენდი როცა ვიყავით, უკვე სერიოზულად ალბომის გაკეთება დავიწყეთ მოკლედ.
გამოვიდა პირველი ალბომი, შემდეგ ლაივები გქონდა ცოტა და ეხლა მესამე ალბომზე გადავედით უკვე. პარალელის ტექნიკურ ნაწილზე ბატონი ოთარია პასუხისმგებელი, რომელიც ოპერატორია, კლიპებს იღებს და ბენდის იმიჯზე ზრუნავს. მე ამ ბენდს დასაწყისიდანვე ახლოს ვიცნობ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მე და ლევანი ჩვენი დრამერი კლასელები ვიყავით და სკოლის შემდეგ ხშირად საუბრობდით ხოლმე ბენდზე და სამომავლო გეგმებზე. წლების გასვლასთან ერთად ბენდმა მიიღო ის სახე, რომელიც ახლა აქვს. მე კი ამ ბენდის კამერა ოპერატორობას შევითავსე. წინა ალბომიდან დავიწყეთ კლიპების გადაღება, წინა კლიპს ქვია გენეზისი და სამომავლოდ ძალიან ბევრი მაგარი და საინტერესო კლიპი იგეგმება, რომელსაც ხორცი მალე შეესწმება. ბენდის ყველა წევრს ახლოს ვიცნობ და მე მათ სიმღერებში მათ ისტორიებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს ხედავ, რაც მუსიკას ერთიურად ლამაზ ხდის. ამ ჟანრის ხშირი მსმენელი ვარ და საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ მიმდინარეობას და ძალიან იშვიათად თუ მინახავს ასეთი მაღალი ხარისხის და ამავდროულად ასეთი ღრმა შინაარსის ნაწარმოებები. ჩემთვის პირადად ეს ბენდი უბრალოდ საქმე არ არის. მე მიყვარს ისაც ვაკეთებ, მიყვარს ვისთანაც ვაკეთებ და ჩემი ბიჭები ყველანი ძალიან მეამაყებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ამ ჟანრში და ამ მიმდინარეობაში თავის სიტყვას იტყვიან, რითაც მსმენელებს სამუდამოდ დაამახსოვრებენ თავს. ამის განა უბრალოდ ჯერა დარწმუნებული ვარ და ამას თქვენც მალე იხილოთ. ბენდის მიზანია გორში მუსიკის განვითარება და როკ კულტურის დამკვიდრება. პარალელის წევრები სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და ახალი ალბომის გამოსვლასაც აანონსებენ. Now see